გამარჯობა. დღეს 19 თებერვალია. სამშაბათი. თქვენ უყურებთ თითქმის ყოველ დღე მიშა მშვიდლაძესთან ერთად მესამეზე. ვინც ფიქრობდით, რომ თითქმის ყოველ დღე ამ გადაცემის კეთება შეუძლებელი იყო და გეგონათ, რომ ერთი კვირა, მაქსიმუმ ერთი კვირა და ერთი დღე გავქაჩავდით, თქვენ შეცდით, იმიტომ რომ უკვე ერთი კვირა და მეორე დღეა რაც ეთერში ვარ. და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დღის ამბებს ყველაზე მასშტაბური ამბით დავიწყებთ, რაც გავიგეთ. ოღონდ ზუსტად არ ვიცით, ეს კარგია თუ ცუდი. უпростоრად თვითონ ამბავი კი კარგია, მაგრამ შეიძლება ცუდად შემოგვიბრუნდეს. საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ავიღეთ 250 მილიონი ევროს ოდენობის ცესხი. დავინახეთ ამერიკას, რომ 22 ტრილიონი აქვს ვალი და მივუვარდით ეგრევე ჩვენ, სულმა ვერ მოგვიდგინა. მამუკა ბახტაძის თქმით, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზებზე, მაგისტრალებსა და ხიდებზე. არა და 2018 წელს ამ პროექტებისთვის ჩვენი საკუთარი ბიუჯეტიდან მქონდა გამოყოფილი თანხა და ვერავით ვისეთ. უკან დავაბრუნეთ. ეთყობა აქაც იგივეს აპირებენ. ფული ვისესხეთ ევროპელებისგან ერთ წელში უკან დაუბრუნებთ და თავს ვაწონებთ რა, ვითომ კარგი გადამხდელები ვარ. სამაგიეროდ კი მამუკა ბახტაძემ გახარებულმა მოგვილოცა ეს ამბავი. რა გიხარია ბატონო მამუკა? გაიზრდები და ისევ შენ მოგიწევს მაგ ფულის დაბრუნება. თუმცა ოპტიმისტური თვალით რომ შევხედოთ, ევროპასთან კიდევ ერთი კავშირი გავაბით. ევროპასთან კავშირის გაბმაზე პასუხისმგებელი კიდევ ერთი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით თავის მეორე სამშობლოს ესტუმრა. აი იმას, რომლის პენსიაც უფრო მაღალია ვიდრე ჩვენი პრეზიდენტის ხელფასი. თავარი განცხადება, რომელიც ზურაბიშვილმა საფრანგეთში გააკეთა, იყო ის, რომ ემიგრანტებს არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება უნდა ჰქონდეთო. ძალიან გაუბაზრდათ ემიგრანტებს ფული რო აქვთ. და აბა რომელი პრეზიდენტი უფრო კარგად მოეფერება. გარდა ამისა, საფრანგეთში ერთ-ერთ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადებების გააკეთა. მოდით პირდაპირ ვიდეო ვნახოთ. Il est très important que dans notre diaspora, la possibilité d'apprendre le géorgien, de conserver le géorgien, soit une des priorités. C'est une des priorités, je le sais, de notre... მართლა არ ვიცი, რაზე საუბრობს სალომე ამ ვიდეოში. მაგრამ უხდება ფრანგულად ლაპარაკი და მოდით ნუ გადავთარგმნით. ნუ გავიფუჭებ შტაბეჭდილებას, რა იცი რა ებს ამბობს. ზურაბიშვილმა კიდევ ერთი კარგი განცხადება გააკეთა, თუმცა უკვე სამწუხაროდ ქართულად, ასე რომ ყველამ გავიგეთ. სალომე დეკანოს გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტი ის ადამიანი არ არის, რომელიც სასამართლო სისტემაზე მაღლა დგას. ანუ, ახლა უფრო გასაგები ხდება სალომეს პოზიცია ამ ქვეყანაში. გახსოვთ ხო? ხალხთან, მაგრამ ხალხზე ცოტა ზევით რომ არის. მაგრამ არც სასამართლოზე მაღლა დგას ამავდროულად. პარალელურად ყობახიძემ ისიც გითხრა, რომ პირველი პირი არ არის, არამედ ფორმალური მმართველიაო. გასაგებად რომ გაჩვენოთ რა ხდება, ასეთი სტრუქტურული იერარქია გამოდის დაახლოებით. ანუ ბიძინა ეს არის იერარქიის სათავეში. შემდეგ მოდის მთავრობა. შემდეგ მოდის ეკლესია. ამას პატარა დაუნგრეიდი აქვს, მეორე იყო ყოველთვის და ეხა ბრინჯაოს საფეხურზე ჩამოქვეითდა. შემდეგ არის სასამართლო, რომელზე მაღლაც პრეზიდენტი არ უნდა იდგეს, სალომეს განცხადებით. აი მერე არის პრეზიდენტი და ბოლოს აქ ვართ ხალხი. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო. ანუ ფაქტობრივად სალომე ერთი ჩვენიანია რა, უბრალოდ ცოტა უკეთეს სახლში ცხოვრობს. ისე ერთი რამე გავიფიქრე, რომ ზურაბიშვილი გიორგი სააკაძესავითაა წამოსულია მეორე სამშობლოდან და ერთი შვილი იყავს დატოვებული, ოღონდ ეს მიგნება რაში გამომადგება არ ვიცი. ახლა კი რუბრიკა რით ვერ გაიზარდა ეს ახალი თაობა.
კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ თაწმიდის მაჟორიტარის ადგილი გათავისუფლდა პარლამენტში და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. აქ აპირებს მონაწილეობის მიღებას კობა დავითაშვილი. დუხ ცხოვრებამ თაწმინდაზე. გინდა დეპუტატად იყარ ეკენჭი, გინდა მრავალშვილიან დედებს ეგონკავე, ყველაფერი აქ ხდება. რაც შეეხება ეკა ბესელიას, როგორც გაირკვა დეპუტატი ჯერაც კიდევ ქართულ ოცნებაშია. ეს სიტუაცია რას მაგონებს იცით? მთვრალ სტუმარს რომ ღია კართან აცილებ და მაინც რო არ მიდის. და აბა წავედი და მაინც რო არ მიდის. და შენ რო სიმღერი დაცილებ ბოლოს გზა დამილოცე და მაინც რო არ მიდის. და აბა ჰე და აბა ჰო და მაინც რო არ მიდის და დაარჩი ბიჭო მაშინ რო უნდა არა უეჭველი უნდა წავედი. საქართველოში ბოლო კვირის უმთავრეს თემა ჯერაც მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ატეხილი ამბები რჩება. აი უკვე მეოთხე დღეა რაც მამუკა ხაზარაძე საკუთარ ბანკშივე გააშავეს. თავრობის წარმომადგენლების უმეტესობა ასე თუ ისე თავს არიდებდა კონკრეტული განცხადების გაკეთებას ამ საქმეზე. მერე კი გამოვიდა თეა წულუკიანი და თქვა, როგორც მამუკა ხაზარაძე მოიქცევა, ისევე იქნება მისი ბანკი. ისეთი განცხადებაა, რომ წულუკიანი ამას რო ამბობდა, თან ბაბაჩკას ატრიალებდა. მე კი გულწრფელად უნდა ვაღიარო ასეთი ზოგადი წინადადება, რომელიც ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს იძლევა, ჯერ არ მომისმენია. ეროვნული ბანკის ყოფილმა დირექტორმა რომან გოცირიძემ კი ხაზარაძის საშველად ღმერთს მიმართა. გოცირიძემ განაცხადა, სად არის ეკლესია? როცა ეკლესიებს აშენებენ, მაშინ ხო ჭირდებათ ბიზნესმენები? მართალი რომ ითქვას, მე ცოტა სხვა კითხვა მაქვს. როცა ბიზნესმენები ეკლესიებს აშენებენ, სად არის ამ დროს ღმერთი? მაგრამ გოცირიძის აღშფოთებას გასაგებია. სად არის ეკლესია ბატონ რომან და სად უნდა იყოს? ლოცულობენ ალბათ. სულ კი არ ჩალიჩობენ რაღაცას ეგ. თანაც რაც გინდა ბევრი სიკეთე კონდეს ხაზარაძეს ეკლესიისთვის გაკეთებული ყველაზე დიდი ეკლესია მაინც სხვა ბიზნესმენმა ააშენა. ამაში ვერ მოუგებს. გოცირიძე მისის თქვა რომ ის ვინ ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს ხალხი ანაკლიის ღრმაწლოვან ზღვაში დაახჩობსო. მოკლედ ყველა ის არის ისევ ამ პროექტისკენ მიდის ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის. ძირს უთხრიან ანაკლიის პორტს ამ სიტყვების ერთდროულად პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობებით. TBC-ის ამბებზე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გუშინ გამართეს ბრიფინგი, მაგრამ ჯერ ისეთი არაფერი გაჟღერებულა. როგორც ჩანს, ოპონენტები ჯერ ზვერავენ ერთმანეთს, აკვირდებიან. ასე რომ გაგრძელებას ნამდვილად უნდა ვეროდოთ და ამის გამო ცოტა ხნით TBC გაიშიფრება როგორც to be continued. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ TBC ბანკზე ზეწოლასთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სასესხო რეგულაციები. მოქალაქეებს განვადებებს აღარ უმტკიცებენ. ასე რომ განვადების გაკეთება საკმაოდ გაგიძნელდება. თუ რაიმე შეძენა გინდა, ფული უნდა დააგროვო და მერე იყიდო. ანუ დააგროვო ფული, რომელიც არ გაქვს, თან ვერ დააგროვებ, იმიტომ რომ თან პენსიას აგროვებ. ამ პენსია, ან smartphone. და ვისაც ჯერაც არ გჯერათ, რომ ნელ-ნელა წალსულში ბრუნდებით, აი მთელი ამ ამბის გამო სახელფასო ლატარეების თამაშს რო დაიწყებს ხალხი 100 ლარიანს, მერე კიდევ ერთხელ დაფიქრდით. რას გულისხმობს აღნიშნული რეგულაციები და რა ეშველება ამ საქმეს? საკითხის შესწავლა დავავალეთ ჩვენი შოუს სახალხო მკვლევარს გიორგი ჯავახაძეს. გამარჯობა გიორგი. გიორგი ჯავახაძეს მიმართავთ რამდენიმე კითხვით იქნებ გავერკვეთ ამ საკითხში საბანკო რეგულაციებში. ჯავახ, მოკლედ რომ აგვიხსნა, რას ითვალისწინებს აღნიშნული რეგულაციები? მოკლედ მიშა გართულდა სესხის აღება, ვისაც შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, მას შეუძლია თავისი შემოსავლის მხოლოდ 35% მიმართოს სესხის მომსახურებაში. ეს თუ ლარში აქვს. და 1000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი. თუ დოლარში აქვს სესხი, ამ შემთხვევაში 25% შეუძლია მაქსიმუმ მიმართოს სესხის მომსახურებაში და ეს არის 2019 წლის ყველაზე მეორე ყველაზე მაგარი ხუმრობა.
რატო? იმიტომ რომ ეხლა ცოტა რთულია და დაუკვირდეთ კარგად. 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლით მაქსიმუმ გაძლევენ სეს 20000 ლარს. ახალი რეგულაციით დოლარში ვერ აიღებს ეს თუ 200000 ლარზე ნაკლები 200000 ლარამდე მხოლოდ ლარში შეგიძლია ეს სხვა რეგულაციაა. ხო ეს მეორე რეგულაციაა კიდე 1000 ლარიანი შემოსავლით ადამიანმა შეუძლებელია აიღოს სესხი დოლარში იმიტომ როგორც წეგან გითხარით 200000 ლარამდე ლარში უნდა აიღოს სესხი და ამის შემდეგ შეგიძლია დოლარში და 1000 ლარზე ნაკლები ხელფასით 20000 ლარს მოგცემენ მარტო და ანუ დოლარში ანუ ადამიანებს ვეუბნებით რომ დოლარში სესხს ვერ აიღებ მაგრამ თუ რაღაცა ეხა სასწაული მოხდა და მოგცეს ამ შემთხვევაში 25%-ზე მეც ვერ დახარჯავ. ვაიმე. და ამ ხალხმა გააუქმა უნარების გამოცდა. კარგი. ჯავახ, მეორე ყველაზე მაგარი ხუმრობაო და პირველი რომელია? მოსამართლეები, რომლებიც ადრეს ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს. კარგი. დაუბრუნეთ თემას. თუ 1000 ლარზე ნაკლები გაქვს ხელფასი. მიშა, მოდი გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის რეალობა და თუ მოვაშოროთ. ოკეი. 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი ვისაც აქვს? მოდი 1000 ლარიც მოვაშოროთ. ვისაც რაღაც ხელფასი აქვს. აი მათ რა უნდა ქნან? საპენსიო ფონდში ხო რიცხავენ თავიანთი ხელფასის 2%-ს. 2%-საც მთავრობა და დამსაქმებელი ურიცხავს. მოიცადონ ცოტა საპენსიო ასაკამდე და იგულაონ მერე ხა. კანონში არ წერია ეგრე, მაგრამ იგულისხმება. რა ამ განაპირობა ამ რეგულაციების მიღება? რა საჭიროება იყო? როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად, მთავრობამ გადაწყვიტა რომ უნდა დაგვიცვას საკუთარი თავისგან პირველად არ ხდება მიშა ეს და ახალი რეგულაციით ეს ვეღარ აიღებ ისე როგორც გინდა, მიდიხარ ბანკში, ეუბნები შენს პირობებს და ბანკი გეუბნება, არა, არიცი. მე გეტყვი რამდენი გჭირდება შენ. და ეგრე არის. როგორც ვიცი, ყველაზე მეტად განვადებებს დაერხა ეს პრაქტიკაში გაყიდვებში. მართალია განვადებები განახევრდა პრაქტიკულად და თუ ძალიან გაგიმართლა და მაინც მოახერხე მაგალითად მაცივრის გამოტანა განვადებით, მოგცემენ ზუსტად იმ ხელა მაცივარს, რამდენი საჭმლის ყიდვის თავიც გაქვს. ოკეი. და ამ კანონით ბანკებიც იზარალებენ? კი, მაგრამ იმდენადაც არ იზარალებენ, რომ ეხა ხაზარაძეს გაუხარდეს TBC ბანკის წართმევა, ეგრეც არ იზარალებენ. ანუ ჯავახ, შეგვიძლია რომ ამ რეგულაციების მიხედვით ვიმჟელოთ, რომ დავასკვნათ, რომ მთავრობა ძალიან ძვირი დაუჯდა ვალების განულების პროგრამა წინასაარჩევნოდ. კი, ძვირი დაუჯდა ვალების განულების პროგრამა, მაგრამ ისეთი ძვირიც არ ყოფილა ეხლა, რომ ეს რეგულაციები მიეღოთ. გამოსავალი რა არის? გამოსავალი იპოვეს კომპანიებმა, კანონმდებლობაში იპოვეს ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი და მომხმარებლებს თავაზობენ ლიზინგის ხელშეკრულებას. ლიზინგზე ეს რეგულაციები არ განვადების ნაცვლად ლიზინგის ხელშეკრულება. განვადების ნაცვლად ლიზინგი, იმიტომ რომ ლიზინგზე არ ვრცელდება ეს რეგულაციები და განსხვავება ის არის, რომ ლიზინგის შემთხვევაში სანამ თანხას ბოლომდე არ დაფარავ, ეს კონკრეტული ნივთი რჩება კომპანიის საკუთრებაში და თან ლიზინგი უფრო ძვირი უჯდება ხალხს. ანუ მივიღეთ რეგულაციები, რომელთაც გვინდოდა მოსახლეობაში ჭარბალეონების შემცირება და შედეგად ხალხს უფრო ძვირი უჯდება იგივე, რასაც რეგულაციების მიღებამდე აკეთებდა. კი, სწორად მივხვდი, აი თუ გინდა უფრო მარტივადაც ახსნი, აი პერიოდულად მარიხუანასთან ბრძოლას რო ვიწყებთ ხოლმე და ბიოთი გვეხოცება ხალხი. ოკეი. ეგრეა სესხი და ლიზინგიც რა. ჯავახ, რამე პოზიტიური შეგიძლია გითხრა? კი, მიშა, აი გუშინ იყო მეგობრის დაბადების დღე და წავედით პაბში და რეგულაციებზე. არა, რეგულაციებზე არა. ამ ზომიერად პესიმისტურ ნოტზე მაშინ დაგევშვიდობები ჯავახ. იმედი ვიქონიოთ რომ საბოლოო ჯამში რაიმე ფორმით საღი აზრი გაიმარჯვებს რა. და ეკონომიკა წინ წავა. სიგიჟია, მართლა სიგიჟი არის დოლარის ლარის კურსის შენარჩუნება იმით რომ ადამიანებმა ვეღარ იყიდონ ტელევიზორები და მაცივრები. სიგიჟია. პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა უმრავლესობიდან წავედი, რათა დაუბრუნდე. ამ განცხადების შემდეგ ბუნებრივია ყველას გაგვიჩნდა კითხვა, ვინ არის პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე?
და ეს კითხვა მარტო ჭიჭინაძეს არ ეხება პარლამენტის წევრების უმეტესობას არც კი ვიცნობთ. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენ გადაცემაში სათითაოდ გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებსაც ხელფას უხდით. მაშ ასე რუბრიკა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ბიოგრაფია 10 headline-ში. დავით ჭიჭინაძე. პირველი 2018 წლის 17 იანვარი. გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა. მეორე 13 აპრილი 2018 წელი. აქ ამ შენობაში პირდაპირ გეტყვით თანამდებობების მიუხედავად ჩემთვის არავინ ღირებულს არ წარმოადგენს. ეს პარლამენტში თქვა. 27 აპრილი 2018 წელი. როცა ივანიშვილი პარტიის მთავარი სახია, მის ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია. 13 ივნისი 2018 წელი. მთავრობა უნდა გადადგეს. არ შეგეშიდეთ კვირიკაშვილის მთავრობის გადაყენების ამბები მიდიოდა. გენერალურ ხაზს არ განდგომია პარტიის. 17 ივლისი 2018 წლის. კობახიძეც უნდა გადადგეს. აი აქ უკვე 18 ივლისი 2018 წელი. დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნებიდან გარიცხეს. მეშვიდე headline 18 ივლისი 2018 წელი. იგივე დღე. ბავშვობიდან მიჩოული ვარ, სკოლიდანაც გამრიცხეს. ამომრჩევას რომ დაგამშვიდებს ისეთი განცხადება. 18 ივლისი 2018 წელი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ყოფილა დავით ჭიჭინაძის ბიოგრაფიაში, როგორც ჩანს, კიდევ ერთი headline. პარტიიდან გარიცხვის შემდეგ გირჩი დავით ჭიჭინაძეს თანამშრომლობას თავაზობს. ვეტერანი ფეხბურთელები რომ მიდიან ხოლმე ეგზოტიკური ქვეყნების ჩემპიონატებში სათამაშოდ. 8 იანვარი, ეს მეცხრე headline-ია. 8 იანვარი 2019 წელი. თუ კობახიძე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, ჟობს თმის ნაცვლად წვერი მოუშვას. ანუ შეგვიძლია დავასკვათ, რომ კობახიძეს ერჩის სტრატეგიულად დიდი ხანი. და მეათე headline 18 თებერვალი 2019 წელი, ანუ გუშინ უმრავლესობიდან მე თვითონ გავედი. ერთი რამ იცოდეთ, წავედი რომ დავბრუნდე და მოვაყენებ ხალხს. როგორც ბოლო განცხადებიდან ხედავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამასაც ჩვენი იმედი ჰქონია. და თან მე მგონი მართლა ფიქრობს რომ ხალხმა აირჩია. შენც მოგატყუეს დავით. და გადაცემის ბოლოს გვინდა დაგემშვიდობოთ ახალი რუბრიკით, რომელიც იდეაში კარგად დავიწყებული ძველია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ მესამეზე ზუსტად 20 საათსა და 20 წუთზე. ახლა კი რუბრიკა ბანალური პოეზია პოლიტიკოსების ფოტოებზე ნახევრად სასაცილო ტექსტების გარითმვით. უმრავლესობიდან არავინ გიშვებდა. შენი გაიტანე თავით. იმედი მაინც დაგრჩა. ხალხის იმედი გაქვს. რომელი ხალხის დავით? როცა საქმე მიდგა მოსამართლეებზე, გადაწყდა შენი ბედი. ახლა რას აპირებ? სად უნდა წახვიდე? შენ ვინ ღამიგიღებს? კედი. 1 მილიონი გინდოდა გეშოვნა, კოსმოსში შეხვედროდი უფალს, მწარედ მოგატყუეს, გული გაგიტეხეს, მშიერი დაგტოვეს გუბას. აღარც კვირიკა, აღარც ღარიბა, საითკენ წავიდნენ ნეტავ. ან შენ საით წახვალ, წასვლაც რომ არ გინდა, შენ რაღაც აპირებ ეკა. ქართული ოცნებიდან შემდეგი ვინ წავა, რა გაუხარდება მამულს? ნეტა ვინ იქნება, შენზე გვაქვს ეჭვი, მამუკ.